მოგესალმებით, პატივცემულო რადიოს მსმენელებო, მივესალმები ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7:09-ია და ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს უმაღლესი განათლების კონცეფციის განხილვა, უმაღლესი განათლების კონცეფციის განხილვა. ეს არის უკვე მეხუთე გადაცემა. ალბათ გავაგრძელებთ მანამ სანამდე რაღაც ლოგიკურ სასრულამდე არ მივა, კარგადაც რო წარიმართოს ეს კონცეფცია, კარგსაც გავაჩშუქებთ, მაგრამ იმდენად მძიმე დაიწყო ეს კონცეფცია და ეს ასე ვთქვათ რეფორმა ამ დოკუმენტს მე კონცეფციას ვერ უწოდებ, თქვი 4 გადაცემაში, ეს არაფერი არ არის და არ აქვეყნებს ხელისუფლება იმ საჭირო დოკუმენტების ნუსხას, რაც საჭიროა რეფორმირებისათვის. მივმართავ ხელისუფლებას, გამოაქვეყნეთ დოკუმენტები. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ აი ამ ფარატინა 4 თუ 5 გვერდის ამარა დაიწყოთ მთელი საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცის რეფორმირება. რეფორმირება არ არის ეს. რეფორმირება ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს პროგრესისკენ წინსვლას. ეს არის სრული ნგრევა. თანაც დედაქალაქიდან უნივერსიტეტების გატანა. გამოაქვეყნეთ ერთი რას მოიგებს ქვეყანა გატანით და აქ რო რაღაც გარემონტდეს, რაც გასარემონტებულია, იქ რას წააგებს. კარგით. მივმართოთ ისევ ისტორიას. ეს ისტორია მე იმაში მჭირდება, რომ მსოფლიო ბანკი, როგორც კი გამოცხადდა ეს რეფორმა, მსოფლიო განათლების გლობალური, ასე ვთქვათ, ფონდის ხელმძღვანელი, ეს ეკუთვნის მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი შეხვდა პრემიერ-მინისტრს. ადგილობრივი საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელობა შეხვდა პრემიერ-მინისტრს და შეხვდა განათლების სამინისტროში ქონდა შეხვედრა. შემდეგ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და ქართული დელეგაცია წასულები იყვნენ 10 დღის წინ და საფრანგეთში იუნესკოს შტაბ-ბინაში მოახსენეს, რომ როგორ სახელოვან ბრჭყალებში რეფორმას აკეთებენ. ანუ უთანხმებენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელიც მრავალი წელია აქცევს და ანგრევს, შლის, აკნინებს ჩვენ განათლების და მეცნიერების სისტემას. აი ამიტომ მოვიტანე წარსულიდან ფაქტები და დავიწყებ აი ამით. მცირე შესავლის შემდეგ. შემდეგ მინისტრის მოადგილეა ასეთი ბაია კვიციანი, რომელიც იყო დიდ ბრიტანეთში და იქ ტარდებოდა რაღაც კონფერენცია და იქ წარმოადგინა ეს კიდე ვიტყვი ბრჭყალებში სახელოვანი რეფორმა. ანუ უთანხმებენ ყველა მიმართულებით, ათანხმებენ ამ დამაქცევარ დამანგრეველ რეფორმას. და ჯერ ერთი ეს ბაია კვიციანი რატომ არის განათლების მინისტრი? ამიხსნას ხელისუფლებამ. კომპეტენტური კადრია? არ უნდა მორჩეს ამ ძმაკაც დაქალობით დანიშნა? ეს ქალი პარლამენტიდან გამოუშვით, არ ჩაწერეთ სიაში და საჩუქრად მიათვრით განათლების და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეობა, მისი მეუღლე იქ კომიტეტის თავმჯდომარეა. და ეს არის კალაძესთან დაახლოებული ისა რა ქვია ოჯახი. ეს არის თქვენი კადრების დაწინაურების მექანიზმი. იმის მაგივრად რომ ნორმატიული აქტები იყოს მიღებული და ვერცერთ თანამდებობაზე ვერ გაჭაჭანდეს ადამიანი, ნაცნობობით, ნეპოტიზმით, მეგობრობით, ქრონიზმით და 1000 უბედურებით თუ არ იქნება იმ კრიტერიუმებს თუ არ დააკმაყოფილებს. არა, რისგან გასხოვდებით თქვენ ნაციონალებისგან, მაგალითად კონკრეტულად საკადრო პოლიტიკაში, რისგან? ისინიც ისე აკეთებდნენ და თქვენც ისე იქცევით.
ეხლა არ მითხრათ, რომ სააკაშვილი თავის საყვარლებს ნიშნავდაო სხვადასხვა თანამდებობებზე. თქვენ რას აკეთებთ? თქვენ არ გყავთ საყვარლები და არ ნიშნავთ სხვადასხვა თანამდებობებზე? აი, წარსული ფაქტები იმ 90-იანი წლების როდესაც ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდა რეფორმატორები საკმაოდ ძლიერია და ემზადებიან ხელისუფლებაში მოსასვლელად და ბატონი, ასე ვთქვათ, შევარდნაძემ რომ მომიყვა იმის დამადასტურებელი ფაქტები, თუ როგორ ზეწოლას ახდენენ საქართველოს ხელისუფლებაზე და სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საქმენი საგმირონი. აი 1997 წლებში სკოლამდელ დაწესებულებათა რაოდენობა 1226 ერთეულით შემცირდა. ანუ გაიყიდა, დაიშალა და გაიყიდა ბაგაბაღები. ესე იგი 1990-დან 1997 წლებში 42% იყო ჩართულობა და როცა იყო 42% ჩართულობა, ეს იყო ქვეყანა რასარ 9 პირტყავში ძვრებოდა, რომ აემაღლებინა სკოლამდელების ჩართულობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და შენდებოდა ეს ბაგაბაღები. რა მოხდა შემდეგ? 42%-დან 16%-მდე დაეცა. 26%-ით შემცირდა ბაგაბაღების რაოდენობა. ეს საგანგაშოა სულ რამდენიმე წელში. აი ეს იყო მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის რჩევებით და რეკომენდაციებით და უცხოელი ექსპერტების რჩევებით. შემცირდა სკოლები 1970-დან 1997 წლებში 1364 ერთეულით. შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა 1970-დან 1997 წლებში 315,900 მოსწავლით. ესე იგი, თუ შევადარებთ 344,100 კაცის ოდენობით და 1995 წელთან შედარებით მცირდება 61,4 კაცით, ანუ 8,7%-ით. შემდეგ ფასიანი უმაღლესი სასწავლებლების მატება 39 ერთეულით გაიზარდა. ესე იგი 94-დან 97 წლებში. სულ 3 წელში. შემდეგ პროფესიული ტექნიკური სასწავლებლები 41 ერთეულით შემცირდა და იყო წლები საერთოდ არ ფიქსირდებოდა, ისე ნადგურდებოდა ეს ქსელი, რომ მერე სტატისტიკაც იხურებოდა. შემდეგ კიდევ 1990-98 წლებში 17,600 მოსწავლით შემცირდა. სახელმწიფო საშუალო სპეციალურ სასწავლებლების რიცხვი ასე ვთქვათ, რიცხვი ეს ხომ მცირდებოდა, მაგრამ იქ სტუდენტთა რაოდენობა 15,900 მოსწავლით შემცირდა. აი ასეთი შემცირებები იყო. რა არის დაგეგმილი? სვამდი კითხვას და დავსვათ კითხვა. და ნახეთ, საქართველოში შემოიღეს ფასიანი სწავლება, ვინც ჩემი ასე ვთქვათ, მუდმივი და ერთგული ტელემაყურებელი ან რადიო მსმენელია, ჩვენ განვიხილეთ გასულ სეზონზე ფასიანი სწავლების შემოღება სკოლებში მესამე საფეხურზე. და აი ნახეთ, რას წერდნენ ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმაში 1996-2000 წლების. ფასიან სწავლებაზე, ვციტირებ, ფასიან სწავლებაზე გადასვლის ღონისძიებების თანმდევი ერთ-ერთი მტკივნეული სოციალური პრობლემაა იმ 9 კლასს დამთავრებულთა დასაქმების საკითხი, რომლებიც სწავლას ვერ ან არ გააგრძელებენ მე-10 კლასში. იმიტომ რომ ოჯახებს მაშინ ფული არ ჰქონდათ. 1996-2000 წლებში მათი რიცხვი დაახლოებით 170,000 კაცი იქნება. ბავშვებზია საუბარი. მიაქციეთ ყურადღება მცირეწლოვან ბავშვებზე. აქედან მხოლოდ
უმნიშვნელო ნაწილი გააგრძელებს სწავლას საშუალო, სპეციალურ და პროფტექნიკურ სასწავლებლებში. უდიდესი ნაწილი კი შრომის ბაზარზე გამოვა. ეს არის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ინდიკატორული გეგმა 1999-2000 წლები მაშინდელი პრეზიდენტის. ეს რეფორმა მასწავლებლებს თავაზობთ მხოლოდ შემცირებებს. ხსენებული რეფორმის ნორმატივების ამოქმედება ნიშნავს წლიურად 10,000, ხოლო საუკუნის დასრულებისათვის 40,000 პედაგოგის შემცირებას. 100,000-ზე მეტი პედაგოგი იყო და ახლა არის 66,000 წერენ, ეს კერძო სკოლებია და ის ხან 58,000 აჩვენებენ საჯარო სკოლაში და ის 4 წლის განმავლობაში სკოლების პედაგოგთა რიცხოვნობა შემცირდება, ყველაფერი იყო დაგეგმილი 25%-ით. შემდეგი, ჩემი ყველაზე მთავარი კითხვა, რატომ ამცირებენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რა არის მიზანი? დღევანდელ ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკის არსი დევს შემდეგ სიტყვებში. ესეც ეხლა რასაც დავიწყებ ციტირებას, იდო ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმაში 1996-2000 წლების. ვციტირებ, აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული მასწავლებლების, ისე 9 კლას დამთავრებულთა დასაქმება შესაძლებელია მიიღეთ ხედველობაში, რომ 9 კლას დამთავრებული ბავშვი არის არასრულწლოვანი. და ნახეთ, რას წერს ეს კარნახით მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის. გამოთავისუფლებული მასწავლებლების, ისე 9 კლას დამთავრებულთა დასაქმება შესაძლებელია ეროვნული ეკონომიკის ტრადიციულ დარგებში. რა დარგები ჰქონდა? ყველაფერი ერთიანად მოშტეს და გაანადგურეს. აგრეთვე ტრანსპორტზე და იმ პერსპექტიულ უბნებზე, როგორიცაა უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენისა და ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობა და ექსპლუატაცია. ჯერ არ იყო ის მშენებლობა დაწყებული. ესე იგი, ვციტირებდი საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატორი გეგმიდან, რომელსაც ხელს აწერდა მაშინდელი პრეზიდენტი შევარდნაძე. რა მოხდება უმაღლეს სასწავლებლებში? აი, დავსვი ასეთი კითხვა და იქვე იმ სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმაში მივაგენი პასუხს. და აი ახლა ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ამას ყურადღება. სანამ ეს რეფორმა იარსებებს, მე აი ახლა თქვენთან ერთად ვდებ პირობას, ყოველი გადაცემას დავიწყებ აი ამ ციტატით. ასე თუ გაგრძელდა ასეთ პირობებში მომავალი საუკუნის პირველ წლებში უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნილება ნავარაუდევია არა უმეტეს 7,000 კაცის ოდენობით. გესმით? იგივე სახელმწიფო დაკვეთა. აღნიშნული მოთხოვნილება უნდა დაიფაროს როგორც სახელმწიფო შეკვეთის, ისე ფასიანი სექტორის და არასახელმწიფო საერო სასწავლებლების ერთიანი მისაღები კონტინგენტის ხარჯზე. ეს ციტატა დამთავრდა. ეს ციტატა ამოღებულია საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატორი გეგმიდან, რომელსაც ხელს აწერდა მაშინდელი პრეზიდენტი. ესე იგი, ხახნო ამ ციტატით რა გვითხრა მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა 7,000 კაცი იქნებაო, სახელმწიფო დაკვეთა მაშინ იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, როგორც ახლა არის უფასო და ფასიანი სექტორი. ესე იგი, სახელმწიფო უნივერსიტეტებში განთავსებული სახელმწიფო დაკვეთა, უფასო და ფასიანი სექტორები და კერძო უნივერსიტეტებიც მთლიანად 7,000 სპეციალისტი. გასაგებია?
დაგეგმილია უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის მკვეთრად შემცირება. წერდი და ვასკვნიდი მაშინ. მაგალითად 2000 წელს პროგნოზით სახელმწიფო შეკვეთით უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კონტინგენტი შეადგენს 5000 კაცს. ეს იმ გეგმიდანაა ციტატა, რაც 1995 წლის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია. ხედავთ, ალბათ ხვდებით ძალიან კარგად, რომ მე ამის მოძებნა დამჭირდა იმიტომ, რომ რასთან გვაქვს საქმე. რატო გამოაქვეყნა მთავრობამ ეს ფარატინა არაფრის მთქმელი, ამას დოკუმენტიც არ ქვია და რატომ არ არის იქ სახელმწიფო დაკვეთის ოდენობა? რატომ არ არის შესამცირებელი პროფესორ მასწავლებლების ოდენობა? რატომ არ არის გამოქვეყნებული რა პროგრამები დარჩება და რა პროგრამები გაუქმდება? არ ჭირდება სახელმწიფოს ყველაფერი ჭირდება, მაგრამ ასეთ მომაკვდავ სახელმწიფოს და მკვდარ სახელმწიფოს არ ჭირდება. და აი ეხლა მე 90-იანი წლების სტატისტიკა მოგაწოდეთ და დღეის მდგომარეობით 54.3%-ია შემცირებული სკოლების რაოდენობა. ანუ იყო 4565 სკოლა და ჩვენი ასე თქვათ საუკეთესო მრჩევლების და ყოველდღე რო გვესმის მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდის რჩევებით 2469 სკოლა დაიხურა. კიდევ ვიმეორებ, 4565 სკოლიდან 2469 სკოლა, 54.3%. აი ეს არის მათი ნაღვაწი. შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 2469-დან სააკაშვილის მმართველობის ყველა არიდო სტატისტიკის იმის გვერდზე 2005 წლამდე ვნახე 1214 საბავშვო ბაღი. ანუ 1265-ით შემცირდა. განახევრდა 50%, 49%-ით განახევრდა 2005 წლამდე და შემდეგ კიდევ გრძელდებოდა შემცირებები. და სხვათა შორის აქ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნება რაც მოვიდა, მე აბსოლუტურად ობიექტური ადამიანი ვარ, მიმართავ ხელისუფლებას, რაც მოხვედით თლიანად განადგურებული მხოლოდ ეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 454 ბაღი ააშენეთ. აი ეს არის ჩვენი მეგობარი მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი. ახლა მე მინდა თქვენს წინაშე გავშიფრო თუ როგორ მიმდინარეობს ეს რეფორმა. ნუ მე ვთქვი, რომ ეს რაღაცა ფარულად მიმდინარეობს, ისევ უმაღლეს სასწავლებლებში არ მიდის განხილვა, განათლების სამინისტრო ჩაბრძანდა იქ თელავის უნივერსიტეტში და მოკლედ ეს აგრარული დაანაწილეს. სამინისტროს ვეკითხები და მთავრობას, თქვენ აგრარული, მაგ ყველა ჰუმანიტარები ხართ, თქვენ აგრარული ესე ხელწამოსაკრავი გონიათ აგრარული მიმართულებები? ყველგან რო გახსეთ, ბატონო ბიძინას მიმართავ. თქვენი დაფუძნებული, როცა იყავით პრემიერ-მინისტრი, თქვენი დაფუძნებული ფაკულტეტის პრაქტიკულად დაშლა უნდათ. დაწიაწება და გადანაწილება. თქვენ თულა ანგარიში არიცით? თუ თქვენ დემაგოგიას ეხლა ვეღარ გაუგებ.
რომ დადიხართ და პირდები და გამოაცხადეთ რომ იქ გავხსნით თელავში გავხსნით იმაში თელავში ისედაცაა გახსნილი და რაც არის ის მცირე ოდენობით იმაში გორში გავხსნით ბათუმში ისა გავხსნით ქუთაისში ისედაცაა და რაღაცა ეს აგრარული მიმართულებები ეფუძნება მთლიანად ფუნდამენტურ მეცნიერებებს და საჭიროა ლაბორატორიები უამრავი ყველა სახის ქიმიის ლაბორატორია ფიზიკის ლაბორატორიები ბიოლოგიის სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიები საიდან ამდენი ხარჯები ან რატომ სადა გაქვთ ამდენი სამეცნიერო საკვლევო ბაზები ან ექსპერიმენტული ბაზები ყველაზე ძვირადღირებული ეს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებთან გაქვთ თქვენ საქმე და ეს ჯდება ყველაზე ძვირი და ღირებულებითაც ყველაზე ძვირია შებრძანდით იმის რა ქვია დიდი ბრიტანეთის ან ევროპის წამყვანი ქვეყნების ვებსაიტებზე და ნახეთ რა ჯდება ეს რომ მოამზადო ნორმალური სპეციალისტი და ჩაბრძანდნენ იქიდან თელავიდან მოდის სიგნალები სამინისტრომ ჩაატარა ორი თათბირი ერთი ღია მეორე დახურული და იქიდან მოდის რომ თელავში გადადის რა გადადის იქ რო ადგილებს დაარიგებთ სახელმწიფო დაკვეთას რა თქმა უნდა არა თქვენსაც არ ვეხებით რას არ ეხებით ყვარლიდან ვერ დადის დამირეკა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და ყვარლიდან ვერ დადის თელავის უნივერსიტეტში სტუდენტები იმიტომ რომ ჯერ ერთი იმდენად ძვირია იქ ბინა და მეორეს ერთი ტრანსპორტით ურჩევნიათ რომ თბილისში ჩამოვიდეს ყვარლიდან ვიდრე იქ თელავში იაროს რას გეგმავთ და როგორ გეგმავთ აი ეხლავე გაჩვენებ ვიწყებ არავითარი ესე იგი დასახელთა აქ მიზეზი რომ თბილისის განტვირთვა მოხდებაო და ამიტომ გვინდაო ამ ჭარბი იმის სტუდენტობის და იმის გაყვანაო და შენობებსაც იწყებთ მოძრაობას აქ დაანგრევთ ააშენებთ თქვენი ბიზნესები თქვენ თვითონ გაქვთ ბიზნესები სამშენებლო კომპანიები გაივლის ცოტა ხანი და ღარიბაშვილივით მერე იტყვიან აი ბიზნესებს აწარმოებ და სხვადასხვა ისა თანამდებობის პირები მე ვიცი თქვენი ყველასი სამშენებლო კომპანიები თავი დაანებეთ ამ დამანგრეველ რეფორმებს თორე მუდმივი არაფერი არ არის თქვენც აღმოჩნდებით იქ ჯერ ერის სამსჯავროზე მერე ისტორიაში შეხვალთ შავი ასოებით მერე პედაგოგიკის ისტორიაში შეხვალთ საერთოდ განათლების სისტემის როგორც დამანგრევლები და მერე ახალი ხელისუფლება რომ მოვა გაიზიარებთ იმ ბედს რასაც იზიარებს თქვენი თანამებრძოლები და წინა ხელისუფლების ის რა ქვია პირველი პირები ახლა მოდით ვივარაუდოთ კი არა ვთქვათ რა იქნება სახელმწიფო დაკვეთა დაუშვათ 7000 იმიტომ რომ ეს სოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მოტანილი ციფრებია და არა მაშინდელი ქართული მთავრობის დაუშვათ 7000-ია ან 5000-ია სრულიად დაკვეთა ამას რა თუნდა ხალხნო 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი აი რატომ თქვა კობახიძემ ერთი წლის წინ ქუთაისის უნივერსიტეტში ზაფხულში რომ იყო ალბათ წელწადნახევარი გავიდა საქართველოში 2 უნივერსიტეტი იქნებაო არც 2 უნივერსიტეტი არ უნდა ბატონო ირაკლი თესეუც მიიხურება მერე 21000 სტუდენტი იქნება 3 წლამდე ხო ამცირებთ და თუ 5000 15000 მაგისტრატურაში რამდენი აბარებს რაც აბარებს იმის შესაბამისად იქნება 3000-მდე სტუდენტიც არ ჩააბარებს ეს ერთწლია პირველი კურსი 2660 და მეორე კურსზე იმის ნახევარი
და სადღაც 4000-მდე სტუდენტი რო ვიანგარიშოთ. დოქტორანტურაში 1000 ისიც არ იქნება. 1 წლიანი და 2 წლიანი საერთოდ რო იმას ხდება. იმიტომ რომ ლამის 198,000 სტუდენტი ყავს. და იქედან სულ კერძო უნივერსიტეტებში და სახელმწიფოში 3023-ია და თქვენ რო იმას დაიყვანთ სახელმწიფო სექტორში რაღაც რამდენიმე 1000 სახელმწიფო დაკვეთას იქ იქნება ახლა დოქტორანტების რიცხვის არა რა თქმა უნდა სულ აი ყველა საფეხურის რო შეკრიბო 26,000-მდე სტუდენტი იქნება და თუ 5,000-ზე ვიანგარიშებთ 19,000-მდე სტუდენტი დღეისათვის 187,800 სტუდენტია დღეის მონაცემებით აქედან 107,000 სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტში და 80,800 სწავლობს კერძო უნივერსიტეტში 57% სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხოლო 53% სწავლობს კერძო უნივერსიტეტში ეხლა ნახეთ რა მოხდება ამ ბავშვებს რო სკოლაში არც გამოცდებს უტარებდა, არაფერს რო უტარებდა, გაშვებული ხავთ, მოკლედ და ნულს ქვემოთაა დავარდნილი განათლების ხარისხი, სკოლებზე ვლაპარაკობ. და ეს მშობლებიც არ ითხოვენ, რომ გამკაცდეთ სასწავლო პროცესი, დაინიშნოს კლასიდან კლასში, მიდით იმ სკოლებში, მოთხოვეთ დირექტორებს, დანიშნონ კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები. ეს თქვენი შვილების სასარგებლოდ იმოქმედებს. მოსთხოვეთ სახელმწიფოს მიბრძანდით იქ გაიმართოს მიტინგები და მოსთხოვეთ რომ ჩაატარონ მე-6 მე-10 და მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები ამით აიწევს სოდნის დონე დაგინიშნავენ მე-10 კლასში სერიოზულ გამოცდებს და მე მესამე საფეხურზე ვეღარ გააგრძელებს თქვენი შვილების სწავლას მორჩა ჩაიკეტება ყველაფერი ეს მოხდება უცბად და კარსაა მომდგარი გამოვიდა განათლების მინისტრი დაუგდეთ ყური განათლებასთან დაკავშირებით დაინტერესდით თქვენი შვილების მომავალი წყდება და საქართველოს მომავალი წყდება და იმ მინისტრმა მიქანაძემ თქვა რომ ჩვენ ამ რეფორმასო უმაღლესზე თქვა და ყველაფერს სკოლების ის ჯერ ერთი დებულება გამოაცხადეს 12 წლიანი 11 წლიანად უნდა გადაკეთდეს და უმაღლესების ამ დამაგრებელ რეფორმას იმიტომ აკეთებენ იმიტომ შემცირდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა რომ ყველამ არ ჩააბაროს და არ ისწავლოს უნივერსიტეტებშიო და ეს ბავშვები გაუშვათ პროფებშიო ესე იგი 7268 უცხოელი სტუდენტი რომელიც სწავლობს ძირითადად სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში და რომელიც 97 მილიონზე მეტ თანხას აძლევს სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტს ამას ვეღარ განახორციელებს ეს ცუდიაო და 97 მილიონს მიცემთ თქვენ უნივერსიტეტს რის 97 მილიონი ყველაფერი დავიანგარიშე ერთი უნივერსიტეტის ბიუჯეტი დარჩება თქვენ სახელმწიფო დაკვეთაზე თუ მსოფლიო ბანკს და სავალუტო ფონდს დაუჯერეთ და თუ არ დაუჯერებთ ეს ციფრები მე აღებული მაქვს ოფიციალური დოკუმენტიდან ეს არის მათი დაგეგმილი მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის თქვენ რას იზავთ გამოაქვეყნეთ რატო არ აქვეყნებთ ამიტომ ვიხილავ ამ ციფრებს და ამაზე ვაგებ ლოგიკას შემდეგ ეხლა რა იქნება ნახეთ ის მშობლებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას ვესაუბრები და განსაკუთრებით პროფესორ მასწავლებლებს უნივერსიტეტების და რექტორებს რა თქმა უნდა მთავრობას ადგილების რაოდენობა ჩემო ძვირფასო ადამიანებო სახელმწიფო უნივერსიტეტებში რო შემცირდება კერძო უნივერსიტეტებში მოიმატებს ადგილების რაოდენობა აბა თავიანთ ბიზნესებს ხო არ აზარალებენ წავლენ ეს ბავშვები გეხა რამდენი წავა მოცემული აი მაგალითად დღეს რაც არის ოფიციალური სტატისტიკა 7,000-ია სახელმწიფოში და 81,000-ია
იმაში რა ქვია 80,000-91,000 ნახეთ რა მოხდება 161,800 სტუდენტი გახდება იქ და პლუს ამას დამატებული უცხოელები ანუ სადღაც 170,000 სტუდენტი იქნება კერძო უნივერსიტეტებში დღევანდელი კერძო უნივერსიტეტები ამას ვერ დაიტევს მიუხედავად იმისა რომ 32 კერძო უნივერსიტეტია დედაქალაქში ანუ გაიხსნება კიდე გახსნეს ვინ გახსნეს ამ კერძო უნივერსიტეტს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები მოჩვენებით ღარიბაშვილივით იქნებიან დისტანცირებული ბიზნესისგან ვითომ დისტანცირებული და მერე საქმეზე რომ იდგება იქნება აქტიური მონაწილე ეხლა ეს თანხებში რა არის ესე იგი მე გადავთვალე 161,800 სტუდენტზე და ის უცხოელები 97 მილიონი დავიმახსოვროთ და დაუმატოთ მერე და ის უცხოელები რა ეს ფიქსირებული რიცხვი კი არ არის იმატებს ყოველწლიურად და კიდე დაემატება 100 მილიონი სულ რომ მინიმალური გადაახტევინოს ამ კერძო სექტორზე არსებულ უნივერსიტეტებს აი 3,000 ლარზე ვიანგარიშე 485 მილიონ 400,000 7,000 ლარზე ვიანგარიშე მილიარდ 132 მილიონ 600,000 10,000-ზე ვიანგარიშე იმიტომ რომ ფასები მოიმატებს და 10,000 მთელი რიგი სპეციალობებია მილიარდ 618 მილიონი 3,500-ზე ვიანგარიშე 566 მილიონ 300,000 ესე იგი აი ეს 80,800 სტუდენტი რომელიც დაიმატება უბრალოდ რო ავიღოთ 2,250 ლარი 181 მილიონ 800,000 5,000 ლარზე 404 მილიონი 5,000 ლარზე 809 მილიონი და ეს ერთად ჯამში აი ის ნამატი და ისა მილიარდ 213 მილიონ შეადგენს ეხლა 21,000 ბაკალავრს რა დაჭირდება 3,500 ლარზე რო ვიანგარიშოთ რატო ვანგარიშობ ამას იმიტომ რომ სოფლიო ბანკი რამდენჯერ გამიკეთებია მე გადაცემა 5-6 წელია მეტი კიდე რაც ქართული ოცნებაა მოსული სოფლიო ბანკი თulis და ანგარიშობს გადასახადს და ეს გადასახადი არის 3,000-დან მინიმუმ პროგრამების სხვაგვარად დაფინანსდება 7,000 ლარის პარგლებში. ეხლა მე მინდა სოფლიო ბანკის ოფისს მივმართავ. ჯერ ერთი თქვენ რატო თulit ამ თანხებს? ვინ გეკითხება თქვენ საქართველოს განათლების სისტემაში კონკრეტულად უმაღლეს სასწავლებლებში რომელი სპეციალობა რა თანხებით იქნება დაფინანსებული? ვინ გეკითხება საერთოდ მოშორდით ამ საქართველოს? და მოშორდით ამ საქართველოს განათლების სისტემას. რა 7,000 მივხვდი რომ სამედიცინოსთვისაა ეს 7,000. 15 წლის წინ მაშინდელი რექტორი მე და ვადაჭკორია. დავსხედით ერთხელ ვსაუბრობდით და 15 წლის თუ 18 წლის წინ მედიცინის ფაკულტეტზე ერთი სტუდენტის ფინანსური ნორმატივი შეადგენდა 9,600 აი სურო მიზერულად აგვეღო ანუ 10,000 ლარი და იმის მერე გავიდა 18-20 წელი და თქვენ 7,000 წერთ მოშორდით აქედან საერთოდ ხალხს მივმართავ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში ჩვენ უნდა მივიდეთ პირველი მაგ სოფლიო ბანკის ოფისთან
და უნდა მოვითხოვოთ, რომ საერთოდ ჩამოცილდნენ განათლების და მეცნიერების სისტემას, ხო დაგვინგრიეს ყველაფერი. და ნარჩენებიც არ უნდათ რომ შეგვარჩინონ. და საშუალოდ რო ავიღოთ 3500 ლარზე არის მაგალითად ინჟინრის და აი ასეთი სპეციალ 3000 და 3500 იქნება. და რაღაცა 7000 იქნება ისა მედიცინა და რაღაცა დიზაინი და რაღაცა აი ესეთი. 73,500,000 ერთი დღევანდელი ჩვენი დიდი უნივერსიტეტის ბიუჯეტი. თუ 15,000-ზე ვიანგარიშებთ 42,500,000 და ამას რო დაუმატოთ სადღაც მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ყველაფერი რომ მიუმატოთ 12 მილიონზე მეტი და სულ ჯამში დაჯდება 65,310,000 და იმას თუ მიუმატებთ 85 მილიონი დაჯდება სუმთლიანად. თუ 7,000 კაცზე ვიანგარიშებთ სამივე საფეხური. აი, მორჩა, თავიდან ბოლომდე თქვენი სქემა გაშიფრულია. და რა მოგებებს მიიღებთ? მილიარდობით მოგებას აიღებთ. კერძო უნივერსიტეტს ხო თავისი ისა აქვს, რა ქვია, უფრო მაღალი ფასები აქვს. არავითარი თბილისის განტვირთვა არ მოხდება. 161,800 სტუდენტი დღევანდელი მონაცემებით დარჩება თბილისში, თუ მეტი არა. 32 კერძო უნივერსიტეტში სავარაუდოდ ვერ დაეტევა, სავარაუდოდ მოიმატოს კერძო უნივერსიტეტების რიცხვი თბილისში და მთელ საქართველოში. ეს სიცრუეა, რომ თბილისის განტვირთვის მიზნით აკეთებთ ამ რეფორმას. კონკრეტულად ინფრასტრუქტურის რეფორმას. თქვენ თბილისის განტვირთვა კი არ გინდათ, თქვენ გინდათ პირადად თქვენი სამშენებლო ბიზნესების და თქვენი საგანმანათლებლო ბიზნესების გაზრდა უკიდეგანოთ. და როგორ და რა მექანიზმით, ეს უკვე მე მოგახსენებთ. ახლა ხო ვამბობ, ეს სამარცხვინო, კიდე მომატება გინდათ? მე ვერ მოვძებნე ქვეყანა 30% არის სახელმწიფო, 70% არის კერძო და კიდე დაუმატებთ, რაც არის კიდე იმდენი უნდა გაიხსნას. ესე იგი, რამდენიმე ქვეყნის იმას მოგახსენებთ. თურქმენეთში 100% ხო დადიხართ იქ თურქმენეთში 100%-იანია თითქმის. 1-2 კერძო უნივერსიტეტია, სახელმწიფო სექტორი. დიდ ბრიტანეთში 90% სახელმწიფო ბიუჯეტი, 10% კერძო სექტორი. უზბეკეთი 88%. ხო თქვენი მეგობრებია უზბეკეთი, ყირგიზეთი. კერძო სექტორი 12%, ბელორუსია 85%, სახელმწიფო სექტორი 15%, კერძო სექტორი. ყირგიზეთი 75%, 25% სახელმწიფო ისა კერძო სექტორი. მოლდოვა 68%, სახელმწიფო სექტორი, 32% კერძო სექტორი. ესტონეთი 67%, სახელმწიფო სექტორი, 33% კერძო სექტორი. 6 კერძო უმაღლესი სასწავლებელია, 6. მოლდოვაშიც და ესტონეთშიც. ამერიკის შეერთებული შტატები 60% სახელმწიფო სექტორი. 40% და ეს უნივერსიტეტები კი არ არის მარტო. კერძო კოლეჯები, უმაღლესი სპეციალური სასწავლებლები და ჩვენი შესაბამისი აი პროფები და ისინი ყველაფერი შედის აქ. ვიეტნამი 58% სახელმწიფო სექტორი, 42% კერძო. კენია 57% სახელმწიფო სექტორი, 53% კერძო სექტორი. რუსეთი 41% სახელმწიფო სექტორი, 59% ისა. რუსეთს ბაძავთ?
აი უგანდა აი ვისი მსგავსი ვართ რა დონეზე დავედით უგანდა კერძო სექტორი 81% 19% სახელმწიფო სექტორი სომალი 92% კერძო სექტორი 8% სახელმწიფო სექტორი აი ამათ რიცხვში ხართ თქვენ მესამე ადგილი გიჭირავთ თქვენ ახლა მე მივმართავ პროფესორ მასწავლებლებს და საერთოდ მოსახლეობას და საზოგადოებას პროფესორ მასწავლებელთა რიცხოვნობა რაც სტატისტიკითაა გამოქვეყნებული ჯერ ერთი ამ სტატისტიკის დეპარტამენტს მიმართავ ადრე იყო სრულყოფილი სტატისტიკა ესე იგი რამდენი იყო ძირითადი რამდენი იყო საშტატო ის ერთეულზე რამდენი იყო ნახევარზე განაკვეთზე რამდენი იყო სრულ განაკვეთზე რამდენი იყო მოწვეული და ჩაშლილი იყო თანამდებობების მიხედვით და წოდეს სტატუსების მიხედვით 2024-2025 სასწავლო წლისთვის 4988 პროფესორ მასწავლებელია 75% შემცირდება იმიტომ რომ 25% ბაკალავრიატში შემცირდება ხანგრძლივობა 50% იმაში რა ქვია მაგისტრატურაში და დოქტორანტურაშიც მცირდება 3741 ადამიანი შემცირდება 4988-დან 3741 სრული განადგურება 1247 პროფესორ მასწავლებელი დარჩება 25%-ში ეს უცხოელ სტუდენტებზე ვილაპარაკე 29857 და 7268 დაემატება და 27125. ჯერ ისედაც კერძო უნივერსიტეტებშია ეს უცხოელი სტუდენტები. და ყოველწლიურად ამის შემდეგ დაემატება უცხოელი სტუდენტები, ვინაიდან კერძო უნივერსიტეტებს უკრძალავთ. ახლა კერძო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისაგან შემოდის მიახლოებით 450 მილიონი. აი 39857-დან. 450 მილიონი და თქვენ 2 მილიარდამდე თანხას თავრობას მიმართავთ დაუმატებთ და უფრო მეც სახელმწიფო დაკვეთის შემცირებით და კერძო უნივერსიტეტებს რო არ ეხება ეს რეფორმა შემდეგ 450 მილიონი ლარი წელიწადში კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებს როგორც გითხარით ახლა ყავთ 7268 უცხოელი სტუდენტი დაახლოებით შემოსავალი არის 97 მილიონი ლარი წელიწადში სახელმწიფოს აკრძალვის შემდეგ 97 მილიონ ლარს ვეღარ მიიღებს სახელმწიფო უნივერსიტეტი. რატომ აკარგინებს ამ თანხებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს სახელმწიფო და ეს რეფორმა. ეს თანხები რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარებას ხმარდება, თქვენ არიცით? რა არის მიზანი? მიზანი ამ აკრძალვების ჩამოწერეთ დადებითი ძლიერი მხარეები და რა არის უარყოფითი. ხარისხის მართვის ცენტრი ავტორიზაციისას ხომ უდგენდა ადგილების რაოდენობას. სახელმწიფო და კერძო სექტორის ხელი შეშლა აქ გამორიცხულია. ისე ხომ არ მიცემდნენ ადგილების რაოდენობას. ამ ლოგიკას მე იმიტომ ვავითარებ რომ მე ვიცი რაც გაქვთ თქვენ ახლა ვიცი რომ სახელმწიფო სექტორის სრულფასოვან ასე ვთქვათ სასწავლო პროცესს ხელს შეუშლის ეს უცხოელი სტუდენტები ანუ კერძო სექტორი როგორ შეუშლის ავტორიზაცია თუ არის გავლილი და მინიჭებული აქვს სახელმწიფომ არ მისცა რა ხელს უშლიდა რესურსები არ ქონდა ფართი არ ქონდა კაბინეტ ლაბორატორიები და საკვლევო ბაზები არ იყო და ისე გასცა ეს ისა ხალხნო ამას ყველაფერს თქვენ აკეთებთ რატომაც აკეთებთ თქვი მე უკვე იქეთ რომ გადატყორცნოთ თქვენს პირად ბიზნესებში
სახელმწიფო და კერძო სექტორის ხელის შეშლა აქ გამორიცხულია, როდესაც სახელმწიფო აძლევს ავტორიზაციას, აკუთვნებს იქ ყველაფერი ადგილები და ყველაფერი გათვლილია. ამიტომ ეგ ფაქტორი მიზეზი წაიღეთ უკან. კერძო უნივერსიტეტები ეკუთვნით ოცნების წარმომადგენლებს ან მასთან დაახლოებულ პირებს. ბევრიც ეკუთვნის წინანდელ ხელისუფლებას. ესე იგი, კერძო უნივერსიტეტის ფლობელებს მიეცემათ დამატებით 97 მილიონი ლარი. სახელმწიფო უნივერსიტეტებს სულ ყავთ 107,000 სტუდენტი, ხო? ეს არის 228 მილიონამდე ლარი. ესე იგი, 43% უმცირებს შემოსავალ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეს აკრძალვა. რა არის ეს? ეს არის განვითარებაზე ზრუნვა? ეს არის განათლების ხარისხის აწევაზე ზრუნვა? და საერთოდ მე მინდა ვკითხო ხელისუფლებას. რომელი დებულება მეტი არაფერი არ გაქვთ თქვენ გამოქვეყნებული. რომელი საერთოდ ეს კონცეფცია როგორ ემსახურება განათლების ხარისხის აწევას? შენობებს რო დაანგრევთ და რუსთავი უნივერსიტეტის გზაზე რო გამოკიდებთ სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს, რასაც დატოვებთ, აი თქვენი სახე. ცოცავი ჩუმად რო აკეთებთ. თქვენ არ გაქვთ უფლება დავიწყი ამით, დავამთავრებ ამით. თქვენ არ გაქვთ უფლება რეფორმის გაკეთების, სანამ არ გამოაქვეყნებთ ყველას, სანამ არ მიიღებთ კანონს, მანამდე უნდა იყოს კანონ პროექტის განხილვა, კანონქვემდებარე აქტების განხილვა, ყველაფერი უნდა გამოვიდეს პაკეტში, რეალიზაციის გეგმა უნდა გაიწეროს, იქ უნდა შეიტანოთ ყველა ღონისძიება, ის პროექტი უნდა მოხდეს განხილვა ცალკე უნივერსიტეტებში და მერე ერთად. მთავრობასთან ერთად. ვინაიდან თქვენ ხართ რეფორმის ავტორები, მთავრობა, ჩაკიდეთ ხელი ერთმანეთს და მიბრძანდით 19-ვე უნივერსიტეტში. რატო არ მიდიხართ? რატო იბარებთ რექტორებს? რექტორები ვინ არიან? ერთი ადამიანი, რომელიც მთლიანად უნივერსიტეტს არ წარმოადგენს. ჯერ ერთი მარტო აკადემიურმა საბჭომაც არ უნდა განიხილოს. ეს რეფორმა უნდა განიხილოს მთლიანად მთელმა კოლექტივმა. იმიტომ რომ რა შეშია მარტო აკადემიური საბჭო, იქ შემცირდება სულ ყველა. ადმინისტრაციის თანამშრომლების, ტექნიკური თანამშრომლების სულ ყველა. ყველა საქართველოს მოქალაქეა და ყველამ უნდა განიხილოს. აი შეიტანეთ ცვლილება და დეკემბრის ნაცვლად აი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს მიმართავ. გადაიწია ვადებმა, აი, გივი მიქანაძე აწერს ხელს, ბატონო გივი, დაწერეთ განცხადება და წადით ამ უბედურებაში, ნუ იღებთ მონაწილეობას. ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს გცემთ, მშვენიერი ადამიანი ხართ, ნუ იღებთ ამაში მონაწილეობას. და იგივეს მოუწოდებ კობახიძესაც. რად გიღირთ რომ ამისთანა უბედურებაში მიიღოთ მონაწილეობა? თქვენ ხალხო გათვლილი გაქვთ რა დატრიალდება ეს რომ ჯერ ხალხს კარგად გაგებული არა აქვთ. გამოაცხადეთ ადგილები, გამოაცხადეთ. ამას რო წლევანდელი აბიტურიენტები ნახავენ, მათი მშობლები, ოჯახის წევრები და საერთოდ საზოგადოება და უნივერსიტეტები. მერე ვილაპარაკოთ. რად გიღირთ ეს თანამდებობები? 3 წელი იდგა ჩემი კანდიდატურა განათლების მინისტრად 2000 წელს, 2001 წელს, 2002 წელს, არა, 2003 წელს. და მიშა სააკაშვილის თანახმა იყო რომ მოდიოდა პრეზიდენტად და რო გადადგა, მაშინაც მქონდა შემოთავაზება უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე. მაგრამ სუთავიდან უთხარი მიშას, როდესაც მე ჩამაყენა პრეზიდენტმა მაშინდელმა შევარდნაძემ საქმის კურსში, როგორ უნდა დაენგრიათ განათლების და მეცნიერების სისტემა, უარი ვთქვი.
რად გინდათ, რად ესეთი თანამდებობები? დადექით ჩვენ რიგში და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად. ხალხი მიდისო, დარდობს ისა პრემიერ-მინისტრი, ბატონო ირაკლი, ყველა წავა, ვინც შემცირდება, ის პროფესორ მასწავლებლების წავა, ახალგაზრდობა წავა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, ვერ მოვასწარი, მაგრამ აქ რა წერია პატივცემულო მშობლებო. განათლების მართვის ეს ანკეტები რომ უნდა შეივსოს 2026 წლის 2 თებერვლიდან 2026 წლის 9 თებერვლამდე. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს ანკეტას. ეს უნდა ყოფილიყო დეკემბერში უნდა შევსებულიყო. ეხლა პროცესი უნდა მიდიოდეს. მთელი რიგი პროცესები გაჩერებულია. არ გაქვთ თქვენ ამის უფლება. თქვენ უკან მიდევლებული ლამპარივით რომ შეიტანოთ კანონებში და მთავრობის განკარგულებებში და იმაში რა ქვია ცვლილებები, ეგ ვერ გიხსნით თქვენ არ ღვევთ კანონმდებლობას, უკვე დაარღვიეთ თქვენ. მედია კავშირის ობიექტივის ღია ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანენა ნიკოლაიშვილი მუშაობდით თქვენთვის პირდაპირ ღია ეთერში. თემა იყო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირების ანალიზი. მეხუთე გადაცემა. ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5-ის ნახევარზე. ეთერში მიდიოდა განათლების რეფორმის კვალდაკვალ საავტორო გადაცემა და მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანენა ნიკოლაიშვილი მუშაობდით თქვენთვის. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.